დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო. განწყობა არაჩვეულებრივი, ფანტასმაგორიული. სტუმრები მართლაც ფანტასმაგორიული. აი მართლა არაჩვეულებრივი სტუმრები და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე რეიტინგული შუადღე. დღე იწყება ჩვენთან პოსტივი. რა საკვირველია, დღე, შუადღე, ყველაფერი რეიტინგული არის ჩვენთან. ყველაფერი ჩვენია შენ გენაცვალე, წავლეკეთ ყველაფერი შენი ჩვენი. აბა, იცი რა მიხარია? პირველი სტუმრები იცი საიდან არიან? აბა, კახეთიდან ბიჭო. რას მელაპარაკები, გოგო? ყველაზე რეიტინგული ბავშვები, კახელების საერთოდ ეგეთები ვართ რა, დიდები, პატარები რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მთელი ცხოვრება ჩვენი გენაცვალე. ყველაზე რეიტინგული ბავშვები, ბავშვებმა, რომლებმაც მართლაც დაიპყრეს სოციალური ქსელი, მათ შეხედვაზე უკვე გეღიმება, გინდა რომ ჩაიხუტო და სანამ ეთერში შემოვიდოდით, იწყება? იწყება? ესე კითხულობდა. ხო და იწყება. მაშასე ანა მარია და რასაკვირველია ევა. მოდი ჩემო ანგელოძე. ბუთიაშვილები. უკვე ანა მარია და ევა იცნობს ხოლმე და ამიტომ გამარჯობა გოგო. ვიფიქრე გვარი საერთოდ აღარ ჭირდებათ მე. გამარჯობა გენაცვალე. როგორ ხართ? კარგად თქვენ? კარგად, როგორ მიხარია? რამდენი ხანია ჩვენთან არ ყოფილ ხარ სტუმრად, ჰა? მე რა ვიცი. მაიტა გოგო ჯამთელად ხო ხართ? ხო. ძალიანაც კარგი. ნახე როგორ იცმები, ნახე როგორ დაყენებულია. მაშ, ეხლა გოგოებო მითხარით, როგორია როცა ძალიან პოპულარულები ხართ, ჰა? რა ვიცი, ძალიან კარგი გრძნობა. აჰა. კარგი გრძნობა. ხო? ო, კარგი გრძნობა. იცი რა, ყველა გეუბნება გვიმღერეო? კი. ხო და ეხლა მოდი ჩვენც უთხრათ რა. აბა რა. გვიმღერეთ რა. ერთი გვიმღერეთ რა. და მე გავაგრძელოთ ლაპარაკი. როგორ ხარ ჯანდაბახები. აბა გისმენთ. რას გვიმღერებ? მოხევის ქალოთინაო. რას მომისმინე. всё, გაჩუმდით. 3 გაჩუმდით 2 1 ხარი ვის მიუძღვენი ეს სიმღერა აგრესიულად ჰა? აგრესიულად ლიკონა ვინ არის? კეკე ქრუა. ეგ აბა ვინ არის? ოპერატორი, სიმპათიური ბიჭი როა? აგე. ამასა. ჩვენი პროდიუსერი. ყველაზე ლამაზი პროდიუსერია. ამაზე ვამბო, დიქალო. გასაგებია, გავიგე. უნდა გაათხოვო? ჰა? აპარა. ხო, მე რა ქორწილში შენ დატრიალდები სუფრაზე. კი. თამადა გეყოლებათ ვიღაცა რა ვიცი. აი ლაშა, შენი თქვენ გაბოდგებით. გაბოდგებით. მითხარი ხა, სწავლობ თუ მუშაობ? სწავლობ. სადა სწავლობ? დავით. სადა? დავით არჩვაძე. დავით არჩვაძე. დავით არჩვაძე. ეხლა მითხარით როგორ ემსადებოდ? ეხლა მივედი და ჩავკოცნე. მართლა. კი. ეხლა მითხარი, აი ყველანი რო გწნობენ ქუჩაში. რა რეაქცია გაქვს, რა საკეთებ? ეგრე მეულებია. ფოტო გადამაღებინე, ევა. ფოტო გადამაღებინე და ვაღებინებ. ხო? ხო. და ისა აბა სხვა რაღა გავაკეთე. ხო, სხვა რა არ გეუბნებიან ხოლმე, ევა, წამო ჩვენთან სახლში, ჩვენთან ვიმღეროთ. მე იქით სახლში, სხვა. ხო. ხო.
იცი რა არის გოგოებო, ყოველ დღე სოციალურ ქსელში ნებისმიერ პლატფორმაზე ვხედავ თქვენს ვიდეოებს. გიყვართ გადაღება ვიდეოების? თუ აი უცებ დედიკო აიღებ და კარგი რა დავიღალე, რამდენს იღებ ეუნები? ამას უყვარს გადაღება. მე მიყვარს გადაღება, ხო იცი როგორი ვარ. ნატუკა მე ვიცი ასევე რომ არა მარტო მღერიან ჩვენი საოცარი დუეტი კახეთი. ესე დავარქვი დუეტი კახეთი. ხო და მე ვიცი რომ ლექსებსაც ყვებიან, ხო? ლექსებს ხო ყვები? ხო. მათ ერთი ლექსი გითხარი. კაი. ადება? მომისმინე. აბა გისმენ. მე შენც მომისმინე. დღე მოისხა ფოთოლი, აგერ მეცხარი წყივის, ბაღში ვაზიობოლი, მეტის დენითას ტირის, აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები, მამულო საყვარელო, შენოს ხაყვავდები. ბრავო, საოცრებარი. გოგოებო, სწავლა დაიწყო. აბა ეხლა მითხარით როგორ ემზადებოდით ზოგი სკოლაში, ზოგი ბაღში. ევა მითხარი ხარ როგორ მოემზადე სკოლისთვის, მითხარი ანამარი როგორ მოემზადე ბაღშისთვის. მე ძალიან კარგად მომემზადე სკოლისთვის, ძალიან მიყვარს სკოლაში პირველი დღე 15 სექტემბერი, იმიტომ რომ მეც ახალი ახალი შემართებით მიდიხარ, ახალი მეგობრებსაც გაიცნობ, პირველი კლასელებით შემოდიან, მეგობრებს დაუბრუნდები მასწავლებლებს. აი ზოგადად ბოდიში ვარ ნატუკა მაპატი ვერ გავიგოთ ერთი ეს როგორ მოემზადა. იმიტომ რომ ვიდეოებში საბავშვო ბაღში მიდის ხოლმე და აბა ეხლა გითხარი როგორ ემზადებოდი საბავშვო ბაღში დასასვლელად. ღიღინით მიდიხარ? კი, ღიღინით მივდივარ, აბა რა. და სპეციალური ახალი კაბა გაქვს რამე ქონდა და მისთვის ბაღისთვის შეკერილი? ახალი კაბა შეიკერე? ახალი კაბა. იცი რა მითხარი? ბაღში და სკოლაში თუ იყენებენ ხოლმე ამ თქვენ ნიჭსა? აი ბაღში თუ არის ხოლმე, აი ზეიმები ხო არის ხოლმე კაცო? ხო, არის. ხო და ამ ზეიმზე ხო გეუნებიან ხოლმე რომ ან ლექსი წაიგითხე. არის ხოლმე ეგეთი რაღაცა? ან ლექსი წაიგითხე ან ჩვენი კლასი რომ ატარებს ხოლმე რა. აბა რა, მეუნებიან. აბა რა, ბიჭო, აბა რა. შენ მითხარი ინსტრუმენტებზე უკრავ ამდენს და უკრავ ხო ალბათ გეუნებიან ანამარი არიქა ზეიმია და არიქა. ანუ ჩვენთან შემოდგომის ზეიმი, საახალწლო ზეიმი, დედის დღე. ყოველ ჩვენ ზეიმზე მღერით მე და ჩემი კლასელები ერთად. შენ ახლა თავი და თავი ესე იგი ყველაფერს. ეხა მე აი ყველაზე მეტად მაინტერესებს რა. მე ძალიან მიყვარდა ხოლმე აი მამა ჩემის ტანსაცმელის მორგება, როცა პატარა ვიყავი და დედის ტანსაცმელის მორგებები ხო არ გიყვართ ხოლმე ხანდახანა? მე არა ამას. შენ შემოსიცოცხლე მოყევი? რასიც? გამოიღებს ხოლმე ჩემს კარადას. გაჩუმდი, მე მინდა ქვა. აბა მიდი. გამოიღებ კარადას და ჩავიცმევ ხოლმე. აი ძირითადად ბაკიბუკებშიც მე ხოლმე ქუსლიანებს. აი ჩავიცმევ ხოლმე. ამებს ჩავიცმევ და აიგრე მივდივარ. მე სად დადიხარ ხოლმე? დედა არ გიბრაზდება რომ გარეთ გადიხარ ხოლმე? თან ტუჩებზე რაღაცას ისმევს ხოლმე. რას ისმევ გოგო ტუჩებს? ომადას. ონადას. რა პომადას ისმევ. წითელს? გო, სად გადიხარ ბირჟაზე? და პაპასთან ერთადაც არის თქვენი ვიდეოები, მაგარი. პაპასთან ერთად ვიდეოები ბევრი გაქვთ გადაღებული. პაპას მოვიკითხავთ. დიდი სიყვარული ჩვენც მოვიკითხავთ. აგე პაპა, ჯიგარი და ოპროკაცია. მოგვიყევი ახლა პაპა და შენ, აბა რეებს აკეთებთ ხოლმე. ვიხებთ. ვიდეოებს იღებთ კიდე? ხო, აგე. ყურზე საწკრიფავთ გოგო, ეხლა რთველი არის, გაიგე კახეთში. კი, რთველი არის. პაპას როგორ უვლი ხოლმე, მე ვნახე რომ აი ნაყინი მიირთვიო. აბა მოიწერება გაჩუმდი ხო, აბა გავჩუმდი. ყვავილივით რამაზო და ყურძენივით კბილო. აი მე არ შენ. ამას პაპას ეუბნები? კი. იცი რა მაინტერესებს? აი სულ ერთად ხართ, სულ მღერი ხართ, სულ ვიდეოებს იღებთ. ხანდახან არ ჩხუბობთ, აი არ გბეზდებათ რომ აი რა აღარ მინდა წადი. როცა გინდა. რაღაცებს ვართმევ და მე ჩხუბობთ. აი როგორ ჩხუბობთ? ხან ჩამარყავს ხალმე. ერთმანეთს ჩავცხობთ ხოლმე. მოიცა მე როგორ იგდებით? ნიკისა. ნიკისა. შენ გებისა. ვისა შეგდეს? თავი გაუტყდეს.
აი ნახე. რა მაგარი. აი მე ერთი რა მითხარი ხა დედიკოსთანსაც რო ირგებ ხოლმე, ბაკი-ბუკებსაც რო ირგებ ხოლმე, ეგეც გავიგე. პაპა რო გიყვარს ერთსაც, მეორესაც და შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინტერესებს დედიკოს თუ ეხმარები სახლის საქმეებში. კი, ვეხმარები. აი მაგალითად რაში? ჭურჭლის ამოჭეჭყვაში ეხმარები? ჭურჭლში და ბოსტანში რო შედის, კრეფავ რაღაცე. აი რეები გაგ ბოსტანში დათესილი გოგო. აი აკე ხური აკე. რა გაქვს იქა ბოსტანში დარგული გაქვს რამე? კანილები. წვანილები გა. გოგოებო არ შემიძლია არ კითხოთ. ვიდეოში პაპა ჩანს. ჩანს. ანა მარია ჩანს, ევა ჩანს, დედიკოს ხმაც ისმის. უყურებ საოცრება, მაგრამ მამიკო არ ჩანს ხოლმე აქ. სად არის გოგო მამიკო? აბა ეხლა გითხარ. მაგას არ უნდა. არ უყვარს მაგას არ უყვარს ვიდეოები. მამა ჩვენს არ უყვარს ვიდეოები გაჩვენდი მე რაღაც უნდა. აბა. აკეონები მოდი მამა და არ მოდის. არ მინდაო ხო? ამ ვიდეოებს ხო აფინანსებს მამა გაცო? ბარა. თავარი შემოსობა სპონსორი ხო არის ხოლმე მამა? ანა მარი მამამ კაცრია? არა. საერთოდ. აი ხლა რას ამბობს? კარგით გოგოებო გეყოფათ ამდენი ვიდეოების გადაღება არის ხოლმე? არა, პირიქით. მართლა? გადაიღეთო გეუნდათ? რა მაგარია? ძალიან მაგარი არის. ეხლა შემოდგომა მოვიდა, რთველი დაიწყო უკვე თუ დამთავრდა? კი, ეხლა დაიწყო. ეხლა დაიწყო. მე არ ეხმარებით. მე მოყვება თათარაობა. რა მოყვება მე? თათარაობა. მომისმინეთ. მე მოყვება თათარა. იცი მე თათარა როგორ მიყვარს? გიყვარს? ჩურჩხელებსავლებ? აბარაკი. ხო, რისი მიგზისა? თხილის არა? თხილისად. ანა მარი, ახლა არ შემიძლია კითხო, ერთი წუთი ანა მარის კითხო, რა შენზე უნდა ვკითხო რა. აი, ამათ კითხეს. განსაკუთრებული სიყვარული გაქვთ თქვენ? ხო? აი ძალიან ბევრ რაღაცაში უთმობ, ბევრ რაღაცაში აი მოდი აი ამაზე გითხარი, რა არის ეს, რა შეგრძნება? რა ძალიან კარგი შეგნება თან მე ვარ ევაზე 7 წელი დიდი. და პატარა რო არის ყველაფერი უნდა დაუთმო. პატარა რო არის ყველაფერი უნდა დაუთმო. უნდა დაუთმო. და საყვარელი როა. თაფრით ხოლმე თავისენით. აიცი რა არის? ხედავ. ორი ინსტრუმენტზე უკრავს, ხო? ხედავ რამდენი ინსტრუმენტია? ხო და ორი ინსტრუმენტი აქ აგურ. კიდე უკრავ რამეზე? კი, ფორტეპიანოზე. ფორტეპიანოზეც უკრავ. აი პროფესიულ განვითარებას ტამ-ტამზეც უკრავ. ანუ მუსიკაზე დადიხარ? კი. მას. გავაში მუსიკალურ სკოლაში. ხედავ. გავაში. რა მაგარია. აბა. ფანდრუზეც დადის და უკრავს. არ შემიძლია არ ვკითხო. ჯერ შენ მითხარი, ვინ უნდა გამოხვიდე ხამდენ ინსტრუმენტზე უკრავს და რომ მითხრას რომ გამომძიებელიო. აბა მითხარი. მე გამოვიდე მუსიკოსი, მსახიობი და ასევე მინდა წამყვანით და მინდა რომ ჩემი სტუდია მქონდა და ბავშვებს უსასყიდლოდ ვასწავლე. ნატო გავეგო ჩვენ წასვლის დროა და დარჩენ. ის რომ დარჩნენ გეთანხმები ანა მარი, რო გაიზდები, გო უსა ევა რო გაიზდები, აბა მითხარი ვინ კიდე გამოხვიდე. მსახიობი, კბილის ექიმი. აჰა. ძალიან მაგარი მიქსია. და ვისაც ეთკინება კბილი აუცილებლად მოვიდეს ჩემთან. შენ კი გელაცვალე. იცი რა, სანამ თუ ეხლა ვინმეს კბილი ატკიდა, სანამ ევა გაიზდება, მანამდე მოусმინოს ამათ კბილ სიმღერას და დამიჯერე რომ დაუამდება მაშინ. ყველაფერი დაუამდება, ყველანაირი ტკივილი. აბა ეხლა რას გვიმღერებ? ჩემო კაკალეს მომრაბა. რა მაგარია. შავთვალება. აქედან მოვიკითხოთ სიმღერის ავტორი ბატონი ელდარ შოშიტაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება და აბაგის. შენი სიმღერა ნახე. ახალგაზრდა თაობამაც იცის, მა? სიყვარული დავდივარ, ღამეში ნაშევდივარ, არ მასვენებ შენზე ფიქრები. კიდე გამებუტოდა, კიდე გავიჯარდე მაინც შემიქნები. შავთვალება გოგონა, სიყვარულის ყულაბა. მოდი ჩემთან ლამაზო. როგორ ცეკვა? აბა, შავთვალება გოგონა, ესე შემოგიარო? სიყვარულის
სხულაბა მოდი ჩემთან ლამაზო ესეა კარგია სოლია შემოკაკალის მურაბა ერთს და მადალი ღმერთს არ დავეზე ფარაფერს შენ გიმღერი კარგო ერთადერთ ზესტამ თვალს გადარებ ხელის გულზე გადარებ ცხრამთან შემოგატარებ შავ თვალება გოგონა სიყვარულის ხულაბა მოდი ჩემთან ლამაზო შემოკაკალის მურაბა შავ თვალება გოგონა სიყვარულის ხულაბა მოდი ჩემთან ლამაზო შემოკაკალის მურაბა ბრავო იცი რა მოდით ახლა ადექით ყველანი და ახლა მოდი ერთად ევამ ანა მარია უნდა თქვათ სად გავდივართ ახლა ესეთ ხიარულ ნოტაზე 3-4 რეკლამაზე